I will win. ერთი შეხედვით მარტივი ამოცანაა, მაგრამ ეროვნულ გამოცდაზე სწორედ ესეთ დავალებებში ხშირად უშვებენ შეცდომას. გამარჯობა. მე ვარ დავით თომაძე. დღევანდელი თემაა ნაშთიანი გაყოფა. ამ ვიდეოში ვისწავლით ნაშთიანი გაყოფის მთავარ ფორმულას და დავინახავთ, როგორ ვიპოვოთ ახალი ნაშთი თვითონ რიცხვის ცოდნის გარეშე. ვიდეოს ბოლოს ამ საგამოცდო ამოცანას რამდენიმე წამში ამოვხსნით. ზოგადად ნაშთიანი გაყოფის ფორმულა ასეთია: a ტოლია b გამრავლებული q-ზე plus r. ამ ფორმულაში a არის გასაყოფი, b არის გამყოფი, q არის განაყოფი, ხოლო r არის ნაშთი. აუცილებლად უნდა შესრულდეს შემდეგი პირობა: ნაშთი მეტია ან ტოლია ნულის და ნაკლებია გამყოფზე. ეს ნიშნავს, რომ ნაშთი შეიძლება იყოს ნულის ტოლი, მაგრამ არ შეიძლება იყოს გამყოფის ტოლი ან მასზე მეტი. ეხლა გადავიდეთ ეროვნული გამოცდის ტიპის ამოცანაზე. ვთქვათ a რიცხვის 6-ზე გაყოფისას ნაშთია 3. რა ნაშთი მიიღება a plus 8 რიცხვის 6-ზე გაყოფისას? რადგან a რიცხვის 6-ზე გაყოფისას ნაშთია 3, შეგვიძლია ჩავწეროთ a ტოლია 6 გამრავლებული q-ზე plus 3. ეხლა a-ს დავუმატოთ 8. მივიღებთ a plus 8 ტოლია 6 გამრავლებული q-ზე plus 3 plus 8. + 8. 3-ს რომ 8 დავუმატოთ, მივიღებთ 11-ს. ამიტომ a plus 8 ტოლია 6 გამრავლებული q-ზე plus 11. 11 მეტი შეგვიძლია წარმოვადგინოთ როგორც 6 plus 5. ამიტომ საბოლოოდ მივიღებთ a plus 8 ტოლია 6 გამრავლებული q plus 1-ზე plus 5. a გამყოფია 6, განაყოფია q plus 1. ხოლო ნაშთია 5. ამიტომ პასუხია 5. ამოცანის უფრო მარტივად ამოხსნათ შეიძლება. a-ს 6-ზე გაყოფისას ნაშთია 3. ხოლო 8-ს 6-ზე გაყოფისას ნაშთია 2. ნაშთებს ერთმანეთს ვუმატებთ. 3-ს მივუმატოთ 2, მივიღებთ 5-ს. ამიტომ a plus 8-ს 6-ზე გაყოფისას ნაშთია 5. შეგვიძლია კიდევ ერთი მარტივი ხერხი გამოვიყენოთ. რადგან a-ს 6-ზე გაყოფისას ნაშთია 3, დროებით ავიღოთ, რომ a უდრის 3-ს. მაშინ a plus 8 იქნება 3-ს მივუმატოთ 8. მივიღებთ 11-ს. 11-ის 6-ზე გაყოფისას ნაშთია 5. პასუხი კვლავ 5-ია. შევაჯამოთ 3 ყველაზე გავრცელებული შეცდომა. პირველი შეცდომა: ნაშთი გამყოფზე მეტია, ან მისი ტოლია. მაგალითად, 6-ზე გაყოფისას ნაშთი 8 ვერ იქნება. მეორე შეცდომა: მოსწავლე პოულობს შუალედურ რიცხვს, მაგალითად 11-ს, მაგრამ აღარ ყოფს მას 6-ზე და საბოლოო ნაშთს აღარ ადგენს. მესამე შეცდომა: ერევა განაყოფი და ნაშთი. ყოველთვის გამოიყენეთ ფორმულა: a უდრის b გამრავლებული q-ზე plus r და შეამოწმეთ, ნაშთი უნდა იყოს მეტი ან ტოლი 0-ზე და გამყოფზე ნაკლები. ეხლა შეასრულეთ 3 მოკლე დავალება. პირველი: 47-ის 6-ზე გაყოფისას იპოვეთ განაყოფი და ნაშთი. მეორე: თუ რიცხვის 8-ზე გაყოფისას ნაშთია 3, რა ნაშთს მოგცემს a plus 14-ის 8-ზე გაყოფა? მესამე: თუ რიცხვის 7-ზე გაყოფისას ნაშთია 5, რა ნაშთს მივიღებთ თუ 3b-ს გავყოფთ 7-ზე? გააჩერეთ ვიდეო და ჩაიწერეთ პასუხები. თუ ვიდეო სასარგებლო იყო, გამოიწერეთ არხი და კომენტარში დაწერეთ საბოლოო მინი-ტესტიდან რამდენი პასუხი მიიღეთ სწორად.